საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები თბილისის მერს ერთპიროვნულ მმართველობაში ადანაშაულებენ მათი განცხადებით ბიუჯეტის საბოლოო ფორმირებამდე სხვადასხვა ფრაქციებთან უნდა ყოფილიყო შეხვედრა. Ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური დოკუმენტის ბიუჯეტის განხილვა არც ერთ ოპოზიციურ ფრაქციასთან არ მოხდა. თბილისის მერმა ბიუჯეტის პარამეტრები მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან შეათანხმა, აცხადებენ ოპოზიციაში. უზურპატორი ქალაქის მერი, რომელიც თვითონაც არის ძველ რეალობაში დარჩენილი და სურს რომ საკრებულოს ნაცმოძრაობის წევრების დატოვოს ამყოფოს სრულ გაუგებრობაში, მე განაცხადა რომ საკრებულოს თან განიხილა ახალი ბიუჯეტის კანონპროექტი. ეს იყო სრული უპატივცემულობა საკრებულოს ოპოზიციური ფრთის. მივმართავ ბატონ უგულავას, ცოტა ფრთხილად იყოს იმ გამოთქმებთან დაკავშირებით, როგორც არის ჯალათი და ასე შემდეგ. და ვთხოვთ, რომ კარგად გაიაზროს და გადახედოს ახლო წარსულს, რასაც ის აკეთებდა, მათ შორის არის ცნობილი ფაქტი, ცნობილი ფეხბურთელის მანქანის სიარული, თაბუკაშვილის სახლის ნგრევა და ასე შემდეგ და უამრავი ფაქტები და მაგალითები არსებობს ამისი და შემდეგისთვის ცოტა გააზრებულად გააკეთოს განცხადებები. გუში დედაქალაქის მერმა თბილისელებს საზოგადოებას გააცნო 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები. ეს გახდათ პრეზენტაცია ბიუჯეტის პრიორიტეტების, რასაც ესწრებოდა საკრებულოს უმრავლესობის ფრაქცია. ეს არ გახდათ ბიუჯეტის განხილვა და მინდა გითხრათ, რომ კანონის მიხედვით არანაირი ვალდებულება ბიუჯეტის განხილვის, სანამ დედაქალაქის მერი წარუდგენს საკრებულოს, არ არსებობს.